როგორი მასწავლებელი უყვართ ბავშვებს? დაწყებით კლასებში, როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მით უმეტეს პირველ-მეორე კლასში, უცხო გარემოში, იქ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მას თანამოაზრე დახვდეს. მისთვის შეცდომის დაშვება არ უნდა იყოს პრობლემა. მისი ნამუშევარი იქნება, ნაფიქრი იქნება, ეს უნდა იყოს სწორად შეფასებული. ამით გულწრფელად უნდა დაინტერესდეს მასწავლებელი. რასაც ახლა მე ვამბობ, იგივე შეუძლიათ მშობლებს მათ თავიანთ თავზე მიიღონ, როდესაც შვილი მიდის სახლში, შეიძლება ძალიან დაღლილი ვარ, მე მშობელი და ის თავის ამბავს მიყვებას. ან რაღაცა ნამუშევარს მაჩვენებს. უნდა დავინტერესდეთ გულწრფელად, კითხოთ რა დახატა, რატო დახატა, ან რა დაწერა, რატო დაწერა, როგორ დაწერა, რას უკავშირდებოდა. შეიძლება ვინმე თქვას, რომ არ მაქვს ამის დრო. არა და რაზეც მე ვსაუბრობ, ამას ჭირდება რამდენიმე წუთი. ამით როგორც სკოლაში, ისე სახლში ბავშვი თავს ეუბნება, რომ მე ყოჩაღი ვარ. და რასაც ვაკეთებ, ეს მნიშვნელოვანია, როგორც არ უნდა ვაკეთებდე. რა თქმა უნდა, ზუსტად ეს არის, რომ აი საგაკვეთილო პროცესშიც სწორია ყოჩაღ, არასწორია და როგორ შეგეშალა, აი თუ ასეთი დამოკიდებულება, ამ შემთხვევაში ხდება ზუსტად ის, რომ რაღაც მომენტში მე ვამბობ, რომ არ მომწონს რა ეს საგანი. მასწავლებელზე შეიძლება არ ვთქვა.